მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის საერთაშორისო აქცენტები უკვე სხვა პლატფორმაზე, YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვიწერეთ აუცილებლად და გამოვყევით ასევე Facebook გვერდზე და TikTok-ზე. სადაც თქვენ გექნებათ საშუალება არა მარტო ჩემი გადაცემა ნახოთ, არამედ ჩვენი არხის სხვა გადაცემებიც. ძალიან მიხარია პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დავბრუნდი ამ ფორმატით და ამ გადაცემით, რომელიც არის ჩემი ყველაზე საყვარელი გადაცემა და ასევე ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ეს გადაცემა განსაკუთრებით მოენატრა, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთს ვხვდებით. ჩემს სტუმრებს წარმოგიდგენთ გიორგი ლოლაძეს და ლევან ყურაშვილს, აქვე ვიტყვი, რომ ორი ჩემი საყვარელი რესპონდენტი იყო მთავარი მსოფლიოსთვის, იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი მოყვანილი არის ორივე სტუდიაში და ძალიან ამაყივა, რომ ორივემ ძალიან გამიმართლა ამ თვალსაზრისითაც, რომ ჩემი საყვარელი რესპონდენტები გახდნენ. მოკლედ, რაზე ვისაუბრებთ დღეს? თუ სადმე გადართავთ რომელიმე საერთაშორისო მედიაზე, ერთადერთი თემა, რომელმაც ყველაფერი გადაფარა, ეს არის ტარიფები. ეხლა შეიძლება ძალიან ბევრ თქვენგანს შეიძლება არ ესმოდეს, რატომ არის ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი და მოკლედ დღეს მე მინდა, რომ ძალიან გასაგებად, მარტივად ავხსნა, რატომ არის ტარიფები და ტარიფების ომი მთავარი თემა დღეს მსოფლიოში. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის და ეს თემა გავშალოთ ისტორიულ კონტექსტშიდაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ისტორიაში, რა მოიტანა ტარიფებმა. ასევე ჩვენ და რა გვასწავლა ისტორიამ ამ თემასთან დაკავშირებით, ამ ისტორიას ებმის ასევე სახალისო ამბებიც და ეს სახალისო ამბებიც არ გამოგრჩება. აქვე გეტყვით, რომ ალბათ სადღაც მოგისმენიათ მაინც, რომ ტრამპმა ამ ტარიფების ომში მოაყოლა კუნძული, მაკდონალდის კუნძულები, სადაც მხოლოდ პინგვინები ცხოვრობენ და როგორ აღმოჩნდა ეს კუნძული ამ ქვეყნების სიაში, ესეც ძალიან საინტერესოა. ასევე მინდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რატომ ეძახის ყველა ცნობილი ეკონომისტი, ყველა ნობელიანტი, ყველა პოლიტიკის მეცნიერი ამ საკითხს, როგორც 100 წლის განმავლობაში პირველად ყველაზე დიდ თვითმიყენებულ ზიანად და ყველაზე დიდ შეცდომად, რომელიც რომელიმე პოლიტიკოს დაუშვია და საერთოდ რატომ აქვს ტრამპს ასეთი ახირება ტარიფებით, საიდან მოდის ეს ამბავი, ვინ გაუღვიძა მას ეს ინტერესი ამ ტარიფების მიმართ და კიდე ასევე ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რაზედაც ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობენ მას შემდეგ, რაც ვიცით, რომ ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით, გარდა ჩინეთისა, დააპაუზა ეს ტარიფები და ამის შემდეგ ბაზარზე ისეთი რყევები მოხდა საფონდო ბირჟებზე, რომ ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის და დემოკრატები განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის ბაზრის манипуляция, რომლითაც ისარგებლა ტრამპის გარემოცვამ და იქ მყოფმა ძალიან დიდარმა ადამიანებმა. და ასევე ძალიან საინტერესო, ხა ჩვენ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ და მთავარი სალაპარაკო თემა გვაქვს ჩინეთსა და ამერიკას შორის ტარიფების ომზე, რომელიც წარმოუდგენლად გამწვავებულია დღეს. მოკლედ ტრამპი ამატებს და ამატებს ჩინეთზე ტარიფებს, ბოლო ნიშნული არის 145% და ასევე ჩინეთის პოლიტიკაც არის შესაბამისად ძალიან ესეთი მკაცრი, საპასუხოდ მკაცრი. რა კარტი აქვს ჩინეთს, რა კარტი აქვს ამერიკას ერთმანეთთან საბრძოლველად და ეს ყველაფერი როგორ აისახება გლობალურ ეკონომიკაზე, იმიტომ რომ ტარიფების ომი იმიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი, რომ მასზე პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკის მდგომარეობა მსოფლიოში, ანუ გლობალიზებულ სამყაროში, ის ყველაფერზე აისახება, ყველა ქვეყანაზე აისახება, თუ ეკონომიკური რეცესია დაიწყო, ეს რეცესია შეეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩვენსაც, მაგალითად დღეს იგივე საპენსიო ფონდში დაგროვებული ფული დაიკარგა არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის ამ ფონდებზე არასტაბილურობის გამო. და მოკლედ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ერთადერთი ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო თემა, რომელიც ყველაზე პოზიტიური თემა განსაკუთრებით ჩვენთვის არის ის, რომ ამ ტარიფების ომს მოყვა ნავთობის ფასის დაცვა.
გადაცემა, რაც არის ძალიან მტკივნეული რუსეთისთვის და თუ ასე გაგრძელდა, რუსეთს ძალიან გაუჭირდება უკრაინასთან ომის დაფინანსება, მინერალების თემა, უკრაინასთან ურთიერთობის, მოკლედ, იმდენად მნიშვნელოვანი თემა აქვს, რომ ყველა მიმართულებით მინდა ეხლა ეს ჩვენ სტუმრებთან ერთად გავშალოთ, მოგესალმებით. დიდი მადლობა. მოკლედ, დიდი შესავალი იყო, იმიტომ რომ მართლა ძალიან ესეთი თემა, რომელსაც ბევრი კონტექსტი აქვს და ამიტომ ჩვენ დღეს შევეცდებით, რომ ყველა კონტექსტზე ვილაპარაკოთ. მოკლედ, ჯერ დავიწყოთ იმით, ყველას აინტერესებს, რატომ ლევან, მოდი შენგან დავიწყოთ. აი, რატომ ამოიჩემა ტრამპმა ტარიფები და ხა მის ადრეულ გამოსვლებსაც რო ვუსმინოთ, ახალგაზრდა ტრამპისთვისაც ეს ტარიფები იყო მნიშვნელოვანი თემა. მერე ეს თემა ეხლა უკვე დაუკავშირდა, არის ესეთი პიტერ ნავარო, ამაზედაც მოყვება ლევანი, ეს კაცი, რომელიც მისი ეკონომიკური მრჩეველი გახდა 2016 წელს პირველი ვადის დროს, რომელმაც ეს გაუღვივა განსაკუთრებული ინტერესი და ამ ჯერზე უკვე მეორე ვადისას ტრამპმა ომი დაიწყო თეთრ სახლში შესვლისთანავე. სალამი ეკა, პირველ რიგში გილოცავ ამ ახალ არხს და წარმატებებს უსურვებ და მართლა მიხარია რომ ესე პირველ გადაცემაში პირველი სტუმარი ვარ. წარმატებები მისმინეს და შენ გადაცემას რა თქმა უნდა. რაც შეეხება ტრამპს და ტარიფებს, ხო ეს არ არის რაღაც გუშინ დაწყებული ამბავი, 80-იანი წლების ბოლოს გავრცელებულ ტრამპის ჩართვებს და გადაცემებს თუ შევხედავთ, იქ ჩანს რომ ის ლაპარაკობს იმაზე, რომ ამერიკას ექცევიან არასამართლიანად, რომ ყლეფენ, ასე რომ ხო, აი ეს არ არის მისი გუშინ დაწყებული რიტორიკა არ არის, 10 წლეულები ამაზე ლაპარაკობს, 40 წელია უკვე ამაზე ლაპარაკობს, ამბობდა რომ მაგალითად ამერიკაში ყველა შეუძლია ყველაფერი გაყიდოს, მაგრამ ამას სცადეთ და იაპონიაში გაყიდეთ ამერიკული საქონელი. ეს შეუძლებელია, ამას ამბობდა და ტარიფებიც რაზე არის დაფუძნებული, თუნდაც ის ტარიფები, რაც მიიღეს და ბევრისთვის აუხსნელი იყო, რა პრინციპით დააწესეს პროცენტები, ხო, ისინი არ უყურებენ იმას, მეორე ქვეყანას ტარიფები დაწესებული აქვს თუ არა ამერიკისთვის, არა, ისინი უყურებენ სავაჭრო ბალანსს, რამდენად დადებითი ან უარყოფით სავაჭრო ბალანსია კონკრეტულ ქვეყანასთან. მაგალითად, იგივე რო ავიღოთ ის ცხრილი რო გამოიტანა ცნობილი ცხრილი ტრამპმა, ყველა კითხულობდა რომ საიდან მოიტანა, ანუ ეს რიცხვები და მე აღმოჩნდა რომ მოიტანა იქიდან რომ დაიანგარიშეს ეს სავაჭრო სალდო ვისთან რომელ ქვეყანას და როგორი ქონდა და აქედან გამოითვალა საშუალო ტარიფი. კი, ის რაღაცა რთული ბერძნული იეროგლიფებით დაწერილი ფორმულა რო გამოიტანეს, სინამდვილეში ძალიან მარტივი ფორმულა. და პინგვინების კუნძულით ამიტომ მოხდა იქ, იმიტომ რომ იქ სავაჭრო. ხო, ანუ ნახეთ, ანუ როგორ იყო, რომ ვინცაც ვისთანაც უარყოფითი ჰქონდათ, იმათზე არის სპეციფიკური პროცენტები, დანარჩენზე გავრცელდა ბლანკეტური 10%-იანი სატარიფო პოლიტიკა და მათ შორის ჩვენზეც. ჩვენ ნაკლებად ვართ დამოკიდებული ამერიკასთან იმდენად მცირე რაღაცებს ვყიდით, $200 მილიონი ვყიდით, თუ არ ვწდები წელიწადში. ამიტომ ჩვენზე ბევრად არ აისახება ეს და პრინციპში საერთოდ არ აისახება, ბევრად უფრო მეტად ჩვენზე აისახება ის თუ რაც დაემართება ეკონომიკას ამ გლობალური სატარიფო პოლიტიკის ფონზე. მაგრამ ანუ რითი გამოიყვანეს იმასო დაუბრუნდი, ანუ თუ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები ყიდის $100 საქონელს ჩინეთში და სამაგერო ჩინეთი ყიდის $500 საქონელს ამერიკაში, ესე იგი უარყოფითი სავაჭრო ბრუნვა აქვს ჩინეთთან და ამიტომ მას ბევრად უფრო მაღალი სატარიფო განაკვეთი დაუწესა, ვიდრე მაგალითად იგივე ჩვენ არ ქვეყანას, რომელსაც პირიქით ამერიკიდან ბევრად მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს ამერიკაში. იგივე პრინციპით მოხდა მაგალითად აფრიკულ ლესოტოზე ტარიფების დადება, როცა ანუ ეს ქვეყანა რასაკეთ რეალურად ამ ქვეყნიდან ამერიკაში შედის მარგალიტები, შედის ტექსტილის საქონელი, რომელიც მერე რა თქმა უნდა გადაიქნება პროდუქტში, ისგანაც აკეთებენ საიუველირო ნივთებს და ტანყერავენ ტანსაცმელს. არა, ვერაფერსაც ვერ იყიდეს, მაქსიმალურად სნიკერსები შეიძლება იყიდონ, მეც ვერაფერს ვერ იყიდიან ამერიკისგან, ხო. ამიტომ აქედან მოდის, რაც შეეხება ნავაროს, ხო, რბილად რო თქვა საეჭო რეპუტაციის კაც, რომელიც ამხილეს სხვათა შორის იმაში რომ ეხლა მანამდე ეს კიდე მინდა რომ მაყურებლისთვის ყველაფერი ნათელი იყოს. მოკლედ მასკის დაპირისპირება პირველად მოხდა ტრამპთან, ოღონდ ასე ვთქვათ ირიბად, ხო? ეს პირდაპირი ასე ვთქვათ შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. ტრამპი მასკი დაუპირისპირდა ნავაროს და მას უწოდა აგური.
აგურის ინტელექტი აქვსო და მეორე ტვიტი დაწერა რომ ბოდიშიო ოღო ნავაროსთან კი არა აგურთანო იმიტომ რომ აგურსო უფრო მეტი ინტელექტი აქვს ვიდრე ნავაროსო მოკლედ ვინ არის ეს ნავარო და ნავარო მერე ფოქსთან ინტერვიუში თქვა რომ ტრამპმა თავისი მანქანების გაყიდვასო მიხედოსო და საერთოდ მასკმა თავის მანქანების გაყიდვას მიხედოსო საერთოდ მანქანების ამწყობიაო ეგო და სხვა ჩემს სფეროში ნუერებავ იმიტომ რომ მისი ეს აქვს მონოპოლიზებული მასა ეს სფერო. ეხლა საიდან გაჩნდა ნავარო ტრამპის ცხოვრებაში? ტრამპის ცხოვრებაში ნავარო გაჩნდა აბსოლუტურად შემთხვევით, როცა ის ეძებდა ეკონომიკურ მრჩეველს და Amazon-ზე იპოვა ჯარედ კუშნერმა კი იპოვა Amazon-ზე უბრალოდ წიგნის სათაურების რჩევით და ნახა სიკვდილი მომავალი ჩინეთიდან თუ არ მეშლებას ესე ერქვა. უბრალოდ სიკვდილი და ჩინეთი იყო და იფიქრა რომ ეს ტრამპს მოეწოდება. იმიტომ რომ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკა ყველა მიცოდა, აქედან აღმოჩნდა უბრალოდ ეს ადამიანი ხშირად ციტირებს ეგრეთ წოდებულ ეკონომისტს რონ ვარას, რომელიც რეალურად არ არსებობს და ანაგრამა არის მისი გვარის. რაც შეეხება მასკსა და თაღლით ჩვეულებრივ, იმიტომ რომ როცა წიგნში ციტირებ ეხლა მე მის წიგნები არ წამიკითხავს, არ ვიცი რა წერია შიგნით, მაგრამ ადამიანი რომელიც იმოწმებს არარსებულ ადამიანს, მასზე კარგად არ მეტყველებს, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება მასკთან დაპირისპირებას, სხვათა შორის ეს მასკს არ დაუწყია, დაიწყო ნავარომ, მასკმა უბრალოდ ძალიან ამ შემთხვევაში ძალიან სწორი რაღაცა თქვა რომ მე ვთვლი რომ ევროპასა და ამერიკას შორის უნდა იყოს თავისუფალი მიმოსვლა, უნდა იყოს ნულოვანი ტარიფები, რაც აბსოლუტურად ვეთანხმები. ყველაზე სწორი, რაც შეიძლება გააკეთო, ეს არის მაქსიმალურად მოხსნა სავაჭრო ბარიერები ქვეყნებს შორის, რაც იწვევს როგორც პროდუქციის გაიაფებას, ასევე იწვევს ეკონომიკის დაბუსტვას, მოკლედ მეტი დოვლათი რჩება ადამიანებში. იმიტომ რომ ნებისმიერი ტარიფი, დაწესებული ტარიფი არის გადასახადი. გადასახადი შენი ქვეყნის მოსახლეობაზე და არა იმ ქვეყანაზე, რომელსაც შენთან საქონელი შემოაქვს. ეს ამ გადასახადს იხდის ყველა საკუთარ ჯიბიდან, როგორც მაგალითად დღგ-ს გადასახადს ვიხდით ჩვენ 18%, ხო? მაგალითად რაღაც შეუკვეთე ნივთი, რომელიც 300 ლარზე მეტია, ჩამოგა ქვეყანაში იხდი 18%. იგივენაირად მუშაობს სატარიფო სისტემა, რა თქმა უნდა, შინაარსით სხვადასხვა რაღაცაა, მაგრამ პრინციპი არის ერთი და იგივე, ამას იხდი შენ და არა ის ქვეყანა, რომელსაც შენთან საქონელი შემოაქვს. ამიტომ მასკი ამ ამბავში სწორი იყო, უბრალოდ რა თქმა უნდა, ნავაროს ეს არ მოეწონა. ბოლოს მილტონ ფრიდმანიც დაიმოწმა, ძალიან ცნობილი ნობელიანტი ეკონომისტი, უზარმაზარი ფიგურა მე-20 საუკუნეში და მისი ვიდეოც დაპოსტა და ასე რომ ეს ბრძოლა გრძელდება მასკისთვის ეს თემა აღმოჩნდა პრინციპული, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი არის მისი გარემოცვიდან, რომელმაც გაბედა, რომ ღიად დაპირისპირებოდა ტარიფების თემას. და ნავაროზე ერთ დავამატებ, არის რომ მან გამოავლინა რაღაც საოცარი ერთგულება ტრამპის მიმართ 6 იანვრის გამოძიებისას. ის დაკავებული იყო 4 თვეში და ციხეში. და ის არის ერთადერთი ადამიანი ტრამპის წინა ადმინისტრაციიდან, ვინც დაპატიმრებული იყო, სხვა ეგეთი არავინ არ ყოფილა და ამის მიუხედავად მას აუგიარა ზუსადასდენია ტრამპზე და რა თქმა უნდა 6 იანვრის კაპიტოლიუმზე შტურმზე მის წინააღმდეგ არაფერი არ უთქვამს. რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს. ხო და მოკლედ მე ვიტყვი რომ ანუ მასკსა და ტრამპის შესაძლო დაპირისპირებაზე, რომელზეც მუდმივად არის საუბარი, რომ რაღაცა მომენტში ისინი აუცილებლად დაეტაკებიან ერთმანეთს, ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეხლა ისევ ტარიფების პოლიტიკას დავბრუნდებით, აი პოლიტიკურად. ანუ როგორ ფიქრობ, აი რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ტრამპმა? იმიტომ რომ სუცვლის, აი კანადასთან დაკავშირებით იყო ჯერ პირველ ეტაპზე კანადასთან და მექსიკასთან და განსაკუთრებით კანადასთან იყო აი ეს ძალიან დიდი შფოთი. ანუ წარმოუდგენელი დაიძაბა ურთიერთობა ამერიკასა და კანადას შორის, რომელიც მანამდე აბსოლუტურად ესეთი წარმოუდგენელი იყო და ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. ანუ პოლიტიკურად რისი მიღწევა უნდა ტრამპს? რა არის მისი ჩანაფიქრი ამ ტარიფებით თამაშით, ხო? მეც შევეცდები ლევონს გილოცავ ამ წამოწყებას და შესანიშნავი ამბავია და იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ეს პოდკასტი იქნება წარმატებული. რაც შეეხება ამ ამბავს, ну დავიწყოთ იმას, რომ მისთვის ამერიკის დიდებულება არის იმ ინდუსტრიული
დიდების აღდგენა ამერიკის, რომელიც მის აღქმაში 60-იან 50-იან წლებში ჰქონდა ამერიკას, როდესაც აწარმოებდა არა მხოლოდ სამხედრო პროდუქციას, არამედ ეს იყო ავტომწარმოებელი ქვეყანა, ყველაფერს აწარმოებდა და აი ძალიან ცნობილი რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ 25 წლის წინ მსოფლიოში ყველაზე მეტი მთავარი სავაჭრო პარტნიორი მსოფლიოს ყველაზე მეტი სახელმწიფოსთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატები და დღეს უკვე გაწითლებულია ეს რუკა, იმიტომ რომ ჩინეთია, ხო? ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი. ხა ტრამპის აღქმაში და ეს იზოლაციონისტური ფრთა ამერიკის პოლიტიკური სპექტრის ამაში დავნაშავად თulis თავისუფალ ვაჭრობას, ხო? თავისუფალი ვაჭრობის მიმართ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ნაფტას გაფორმება ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების, ანუ მექსიკის, ამერიკის და მექსიკის, ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც ამ ქვეყნებს შორის მოხსნა სავაჭრო ბარიერები და მაშინ აღქმა ამერიკის შიგნით პოლიტიკურ ელიტაში ამას პრინციპში რესპუბლიკელების ხარს უჭერდნენ დემოკრატებიც, თუმცა კლინტონმა მოაწერა საბოლოოდ ამას ხელი იყო ის, რომ ეს ხელშეუწყობდა ამერიკული პროდუქციის გასვლას ამ ქვეყნების ბაზრებზე უფრო მარტივად და ასევე ხელშეუწყობდა ზოგადად ეკონომიკას გაზრდიდა და მათ შორის აღქმა იყო ამერიკის შიგნითაც გაზრდიდა ეს სამუშაო ადგილებს. თუმცა მემარცხენე ფრთაში დემოკრატიული პარტიის და ტრამპის სტულბთაში რესპუბლიკელებში ნაფტა მიიჩნევა კატასტროფად, იმიტომ რომ ამან გამოიწვია ამ ინდუსტრიული სამუშაო ადგილების და ზოგადად ქარხნების გადინება მექსიკაში განსაკუთრებით, სადაც უფრო იაფია მუშახელი და ნაწილობრივ კანადაშიც და თუმცა ეს საკითხი რამდენად თავისუფალ ვაჭრობასთანაა მიბმული საკამათოა, იმიტომ რომ ამ პერიოდში 90-იანი წლებიდან იწყება მექანიზაცია და რობოტიზაცია სამუშაო ადგილების, ანუ უბრალოდ ტექნოლოგიები იმდენად ვითარდება, რომ იმ რაოდენობის სამუშაო ადგილები აღარ ჭირდება იმ სამსახურს, რაც ჭირდებოდა დაუშვათ 50 წელიწადში. ეს ისეთი საინტერესო თემა, ამას მინდა ცალკე დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ მე მინდა ისტორიული პარალელებიც გავაკეთო, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი გავიხსენო, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის ამერიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. ასევე რამდენად რეალისტურია ტრამპის, ანუ პოლიტიკასთან გავაკეთოთ ბმა, ტრამპის ამოცანა არის, რომ მრეწველობა დააბრუნოს ამერიკაში და Make America Great Again ნიშნავს აი ამ სამრეწველო ამერიკის დაბრუნებას და ეს რამდენად რეალისტურია. მე მინდა ცალკე ვილაპარაკოთ ამაზე. ეხლა, იმიტომ რომ ეს მინდა რომ კარგად გავშალოთ, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ეს კიდევ უფრო ნათელს გახდის ჩვენი მაყურებლისთვის აი ამ ტარიფების თემას, როცა ისტორიულ კონტექსტს კარგად ავხსნით. მანამდე მინდა კითხო, რომ თვითონ ანუ ეხლა მან რატო დააპაუზა ეს გადაწყვეტილება 90 დღით, გააჩერა ჩინეთთან შეინარჩუნა იგივე რეჟიმი, შეინარჩუნა 25%-იანი ტარიფები კანადასთან და მექსიკასთან, დანარჩენი აი ეს 10%-იანი ტარიფი შეინარჩუნა, ანუ შეცვალა იმიტომ რომ დაინახა დიდი წინააღმდეგობა, დაინახა რომ ბონდების ბაზარს სერიოზული ზიანი მიადგა და თვითონ თქვა რომ ბონდების ბაზარს რო შევხედე ცუდათაა გვაქვს საქმე, ანუ რამ მიაღებინა გადაწყვეტილება რომ ეს აქ ორი საკითხი, ერთი არის ის რომ მან დაინახა ეს და ფაქტია რომ ის როგორც ყოფილი ბიზნესმენი ამას ძალიან აქცევს ყურადღებას და ბაიდენსაც ხშირად აკრიტიკებდა ამ ინდექსების ვარდნაზე და ასე შემდეგ და მეორე არის ის რომ არის ესეთი აღქმა რომ მას რეალურად ტარიფები მისთვის არის კარგი შეთანხმების მიღწევის ინსტრუმენტი და მას ის ყარიწმენა არ აქვს რომ ეს ტარიფები მუდმივად უნდა იყოს დაწესებული ამ ქვეყნების მიმართ. I'm telling you these countries are calling us up kissing my ass. ხო და აი ეს თქვა რომ ანუ როგორც ანუ ბერკეტი და უკვე ბესენტმა თქვა რომ 60-მდე ქვეყანა მივიდა უკავშირდა და ხელზე აკოცონ და თხოვონ რომ იცით რა ხო, თუმცა ძალიან უცნაურად იქცევა, აი საინტერესო შემთხვევა ისრაელი, რომელმაც წინასწარ გააუქმა ამერიკას ყველა ტარიფი, იქიდან გამომდინარე იცოდნენ რომ აპირებდა ამ ტარიფების დაწესებას და ამის მიუხედავად 17%-იანი ტარიფები მაინც დაუწესა ისრაელს და მე ნეთანიაჰუს შეხვდა უთხრა რომ ამაზე ჩვენ ვერ მოვილაპარაკებთ, ჩვენ ისედაც ძალიან ვეხმარებით ისრაელს 4 მილიარდის იარაღს ვაძლევთო და ესეც საკმარისია, ამიტომ ეს წმენა მასში ძალიან მყარი. აქ თავი არის რომ ისევ იმას უნდა დავუბრუნდეთ რომ მის აღქმა
სისტემაში იდეალური და ძლიერი ამერიკა არის, სადაც ამერიკა, რომელიც ყველაფერს ადგილზე აწარმოებს და ყველაფერს წარმოება შეუძლია, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება მარტივ არითმეტიკას და ეკონომიკას, ხო? იმიტომ რომ არის ქვეყნები, რომლებსაც მასთან კონკურენტული უპირატესობა აქვს, ხო? უფრო იაფი მუშახელი აქვს და ასე შემდეგ. გავასწრებ თემას, უბრალოდ ბონდების თემას, ანუ რამ გადააწყვეტინა დაპაუზება? ეს ბონდების თემა რო ახსნათ, რა არის? ბონდები არის სახელმწიფოს მიერ გამოცემული ობლიგაციები, რომლებსაც ან ვალი არის ჩვეულებრივ სახელმწიფო გამოსცემს ამ ობლიგაციებს, რომელსაც მე სხვები ყიდულობენ, ანუ იღებენ ვალს, სახელმწიფო იღებს ფულს, რომელსაც მე სხვა რაღაცებს ხარჯავს. ტრამპის პოლიტიკა რა არის, რომ ის ამბობს, რომ ძალიან დიდი ვალი აქვს ამერიკას და ეს ვალი უნდა შეამციროს. ეს ბონდები რა მოხდა? დაიწყეს როცა კრიზისი არის, ერთ-ერთი ყველაზე სანდო არის სწორედ ასეთ სახელმწიფოს მიერ გამოცემული ობლიგაციების ყიდვა, იმიტომ რომ ბევრად უფრო ლიკვიდურია ვიდრე სხვა აქტივები. ამიტომ ადამიანები და კომპანიები და ბიზნესები ამ დროს ყიდულობენ ბონდებს, იმიტომ რომ თავისი ფული, რომელიც ჭარბი ფული აქვს დაგროვებული, ცდილობენ დააბანდონ ყველაზე უსაფრთხო საქმეში, იმიტომ რომ ეკონომიკური კრიზისია და ამ დროს რისკები მომატებული. და ახლა რა მოხდა? როცა ეს ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, იმის მაგივრად რომ ეს ბონდები ეყიდათ, პირიქით, მაგალითად იგივე იაპონიამ დაიწყო გაყიდვა ამ ბონდების. და ეს გაყიდვა რას იწვევს? ანუ გაუფასურდა ამერიკული ბონდები გაუფასურდა, რეალურად ვალი გაეზარდა ამერიკას. ანუ ეს ტენდენცია იმდენად სახიფათოა, რომ ეს თითქმის წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა. ხო, იმიტომ რომ მახსოვს რომ აიროთ გეუბნებოდნენ, რომ თუ და ინვესტირება გინდა რაღაცაში, ყველაზე უსაფრთხო არის იყიდო ხაზინის ბონდები. იმიტომ რომ ყველაზე დაცული აქტივია, რომელსაც არაფერი არ ემუქრება. ხო, ამერიკის ბონდს ყიდულობ და მშვიდად ხარ, კი საპროცენტო განაკვეთით დაბალია, დაბალ მოგებას იღებ, მაგრამ არ რისკავ. ხო, მუთაქაში ფული შენახვას გირჩევნია და შეინახო ამერიკის ხაზინას მიანდო შენი ფული შენახო. მარტივად რო ვთქვათ. და ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ამერიკის ხაზინის თვის ფულის მიბარება არ არის თლად უსაფრთხო გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ადამიანებმა ქვეყნებმა დაიწყეს ამ ბონდების თავიდან მოშორება და შესაბამისად ამერიკის ვალიც გაიზარდა და რეპუტაციული ზიანი მიიღო ამერიკა. ამიტომ სასწრაფო წესით, რა თქმა უნდა, მარტო ეს არ იყო ფაქტორი ტრამპის გადაწყვეტილებაში, აქ პოლიტიკური ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა როგორც თავისი გუნდის შიგნით, ისე ადამიანებს შეექმნათ სერიოზული პრობლემები. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო ვლაპარაკობთ იქ საფონდო ბირჟებზე და ვიღაცამ 5 მილიარდი დაკარგა, ვიღაცამ 10 მილიარდი დაკარგა, რეალურად ეს ხო მართლა რაღაცა ქეში არ დაუკარგია არავის. ეს არის აქციები, რომელიც დღეს არის რაღაც ფასი, ხვალ შეიძლება იყოს უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები. ყველაზე დიდი პრობლემა ვისაც შეექმნა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ტარიფები არის კატასტროფა. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ 155%-იან მატებაზე, ეს ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ $100 რო უჯდებოდა რაღაც, ახლა $155 უჯდება. არა. ახეთ როგორ არის, როცა მე მაგალითად $10 ვიხდი გადასახადის სახით, როცა 10%-იანი ტარიფი მაქვს დაწესებული და ახლა როცა 155%-იანი ტარიფი მაქვს ვიხდი 14.5-ჯერ მეტს, ანუ $10 მაგივრად ვიხდი $145. ეს არის წარმოუდგენლად დიდი ხარჯი, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვეულებრივ პატარა ბიზნესს. ანუ ის რაზეც დგას ამერიკის ეკონომიკა და რაზეც დგას ყველა ნორმალური ქვეყნის ეკონომიკა, საშუალო და მცირე ბიზნესი, ხო? და არა დიდი კორპორაციები. ამათ ექნებათ ყველაზე დიდი პრობლემები. ანუ ის უორენ ბაფეტი დღეს დაკარგავს თუ არა 5 მილიარდს. ოღონდ ერთადერთი იყო ბაფეტი, რომელსაც ფული არ დაუკარგავს. ცუდი მაგალითი იყო ნამდვილად, მაგას არ დაუკარგავს. ყოველ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები. ერთადერთი მილიარდელი იყო და მილიონერი, რომელსაც ფული არ დაუკარგავს. მასკი დაკარგავს თუ არა კონკრეტულ დღეს აქციების სახით რაღაც თანხას, ეს არ არის მისთვის კატასტროფა, მას აქვს უსაფრთხოების ბალიში, თუ მართლა რაღაცა არ გაგრძელდა ეს ძალიან დიდი ხანი და მთლიანად არ ჩამოიშალა საფონდო ბირჟა, მასკის ქონებას დიდი საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ სამაგიეროდ საფრთხე ემუქრება იმ ადამიანების ქონებას, ვინც არიან აი საშუალო ბიზნესები, წვრილი ბიზნესები, ვისაც მართლა რაღაცა საკუთარი დანაზოგი აქვს ჩადებული კონკრეტულ აქციებში და ეს შეიძლება არ იყოს რაღაცა 500 ყველაზე დიდი ბიზნესი, შეიძლება კონდეს სხვა ბევრად უფრო რისკიან აქტივებში ჩადებული, რომლებიც ფასიც ბევრად უფრო მეტად მოწყვლადია და უფრო მეტად შეიძლება დაეცეს. ამიტომ პოლიტიკური პრობლემა იყო. პოლიტიკური პრობლემა არის ისიც, რომ გუშინ რომ გამოვიდა ტრამპი და ლაპარაკობს იმაზე, რომ თურმე კი ქვეყნიდან უნდა გავაძევოთ ეს არალეგალები, მაგრამ აი ფერმერებს რაც შეეხება, ფერმერები შეიძლება დარჩნენ და დარჩნენ შეიძლება სასტუმროს მომსახურე პერსონალი. რატომ? იმიტომ რომ ეს ფერმერული მეურნეობები არის ძირითადად ეგრეთ წოდებულ წითელ შტატებში, ხო, სადაც ტრამპის მხარდამჭერი შტატებია და რესპუბლიკელები
მოდელების ხარდამჭერი შტატებია და მათ შეექმნათ პრობლემები, იმიტომ რომ შენ როცა საუბრობ იმაზე, რომ თურმე გინდა რომ შენთან წარმოება გადმოიტანო, ამაზე მე ვისაუბრებ, რომ ეს შეუძლებელია მოცანა, მაგრამ მოკლედ მინდა რომ ვთქვა, შენ თუ ამაზე საუბრობ, ამისთვის გჭირდება მუშახელი. შენ თუ ანუ ერთი მეორეს ეწინააღმდეგება, ერთის მხრივ ტარიფების პოლიტიკა და მეორეს მხრივ ანტიემიგრანტული პოლიტიკა. და ერთი ფაქტორია კიდე ეს ინდუსტრიული სამუშაო ადგილების დაბრუნების საკითხი მითია კიდე იმ გაგებით რომ ახლანდელი სტატისტიკით 500,000 ვაკანსია ამ სექტორში, მაგრამ ამერიკა ვერ ავსებს, იმიტომ რომ შესაბამის კომპეტენციის მუშახელი არ ყავს. კი ბატონო, აი ეხლა ეს გავშალოთ კარგად, სანამ ჩინეთ-ამერიკის იმას დაუბრუნდებით, ომს დაუბრუნდებით, სავაჭრო ომს დაუბრუნდებით. მოკლედ მე მინდა მოვიყვანო რამდენიმე ისტორიული მაგალითი ამ ტარიფებთან დაკავშირებით და გაკვეთილი, რომელიც ისწავლა ყველამ ამ ისტორიიდან. მანამდე ასევე შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოგვიწერეთ ჩვენს YouTube პლატფორმაზე, მისმინე გამოვყევით Facebook-ზე და TikTok-ზე, სადაც გვაქვს ჩვენი გვერდები და ეხლა მინდა მოვყვეთ ანუ ტარიფებთან დაკავშირებით რა ხდებოდა მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნეში, იმიტომ რომ ეს ტარიფები ემთხვევა რასაკვირველია ინდუსტრიალიზაციის პერიოდს. ეხლა სოფლიოში რამდენჯერმე შემოიღეს ტარიფები და რაც თავარია კითხვა, რატომ უკავშირდება თავისუფალი ვაჭრობა, ანუ უტარიფო ვაჭრობა, შვიდობას და კეთილდღეობას, აი შვიდობას და რა კავშირშია ის ომთან, ხო? ეხლა რო არ დავიწყოთ სულ თავიდან, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ამერიკის მრეწველობა ჯერ იპარავდა ბრიტანეთის მრეწველობისგან ყველაფერს, იდეებს, დემპინგური, აი როგორც დღეს ჩინეთი, რასაც დღეს ჩინეთი აკეთებდა და აკეთებს ტექნოლოგიების მოპარვით, იაფი მუშახელით, დემპინგური ფასებით, ამას აკეთებდა ამერიკა ინდუსტრიალიზაციის დასაწყისში დიდ ბრიტანეთთან. იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი იყო მაშინ სამრეწველო გიგანტი და ამერიკა მისგან სწავლობდა და საკმაოდ არაეთიკურად იქცეოდა მაშინ ზუსტად ისე კიდე ერთხელ ხაზს გაუშვებს როგორც ჩინეთი. შემდეგ თავიდან დააწესა ამერიკამ ტარიფები, იმიტომ რომ ახალი ინდუსტრია იყო და ჭირდებოდა ამ ინდუსტრიის დაცვა. საინტერესოა რომ თვითონ აი ვინც უყვარს ყველაზე მეტად მაკილნი ტრამპს მან დააწესა ტარიფები 1890 წლებში და მაშინ ოღონდ მერე დააწესა საფრანგეთმა, მერე დააწესა გერმანიამ და ბრიტანეთმა. ოღონდ ეს იმიტომ დაწესდა ეს ტარიფები, რომ გლობალიზაციას მაშინ, როდესაც ახალი ტექნოლოგიები გამოვიდა და გლობალიზაციის პირველი ჯაჭვი აეწყო, რაღაცა მომენტში ყოველთვის აქვს ხოლმე ეს უკურიაქცია ბექლეში და მოიტანა დეპრესია, რომელიც 24 წლის განმავლობაში გაგრძელდა და ეს პირველი რაღაცა დიდი დეპრესია მე-19 საუკუნეში მოყვა ვენისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟების ჩამოშლას და 24 წელი გაგრძელდა და ამის შემდეგ ბუნებრივია დაიწყო პოლიტიკოსებმა ამაზე კაპიტალიზაცია მოახდინეს და დაიწყოს რომ აი თავისუფალი ვაჭრობა არის ცუდი. და ამას შემდეგ ასევე მოყვა ამ ტარიფების ომი და ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდა. ყველაფერს მოყვა მერე პირველი მსოფლიო ომი, სადაც ტარიფებმაც თავისი წვლილი შეიტანა. შემდეგ ეს იყო დიდი დეპრესიის დროს, უკვე მე-20 საუკუნეში, შენც გეწერა ლევან ამაზე, ძალიან ცნობილი ფაქტია ეს, როდესაც დიდი დეპრესიის დროს გადაწყვიტეს, რომ აი სწორედ ეს იყო პრობლემა, ან თავისუფალი ვაჭრობა იყო პრობლემა და პროტექცია. ხო, ანუ ასეთი გლობალური კრიზისების შემდეგ ჩნდება ნაციონალიზმი ძლიერდება, პროტექციონიზმი ძლიერდება და იზრდება მოთხოვნა ტარიფებზე, ანუ ნაციონალური პროდუქტების მასე რა ქვია და დაცვაზე. ამის შემდეგ მიიღეს ეს კიდევ რესპუბლიკელებმა ეს სმუტის და ჰოულის აქტი. კი, სმუტის და ჰოულის აქტი. და იმდენად მძიმე შედეგები მოიტანა ამან, რომ მაშინ ფრანკლინ დელანო რუზველტმა გაიმარჯვა უდიდესი უპირატესობით კონგრესის ორივე პალატა მოიგო და გახდა პრეზიდენტი, ისე რომ ჰქონდა უზარმაზარი უპირატესობა. და შემდეგ უკვე ამ ტარიფების ომმა, რადგან რესურსებზე წვდომა სახელმწიფოებს ეზღუდებად მაღალი ტარიფების გამო, მოტივაცია ომებისთვის
იზრდება. ამიტომ აკავშირებენ სწორედ ამ მშვიდობას თავისუფალი ვაჭრობის თემას და შესაბამისად არც ერთ ეტაპზე ტარიფებს არ გაუმართლებია. მაგრამ იგივე ისტორიიდან რო გამოვიტანოთ დასკვნა ორივე შემთხვევაში, ერთ შემთხვევაშიც 19 საუკუნის ბოლოს და მეორე შემთხვევაში დიდი დეპრესიის შემდეგ მე-20 საუკუნეში ამ ყველაფერს, ამ გადაწყვეტილებებს ტარიფების დაწესების შესახებ წინ უძღოდა ეკონომიკური პრობლემები და ამბავი ის არის რომ დღეს ამერიკაში არის ყველაზე ეკონომიკური აღმავლობა არის წარმოუდგენლად დიდი, ყველა ქვეყანაზე დიდია, დღეს ყველგან რაღაცა ტიპის რეცესია და ამერიკის ეკონომიკა იზრდება. აი ეს არის თუ არა ეს ძალიან ესეთი განსხვავება და რა დასკვნები გამოვიტანოთ, უნდა გავაკეთოთ ამ ისტორიიდან. თავისუფალი ვაჭრობა ზოგადად არის ის, რაც დიდ სახელმწიფოებს ყველაფერს აკეთებინებს, რომ ომი არ იყოს. ან თავისუფალი ვაჭრობა რას აკეთებს, რომ შენ ყველა გჭირდება, ვინც შენს ირგვლივ არის, მათ შორის იგივე მოწინააღმდეგე ჩინეთიც კი, იმიტომ რომ იქიდან შემოგაქვს საქონელი. ანუ ადამიანები, იმიტომ კი არა გააზრებულად კი არა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ომი არ იყოს ზოგადად და ამის საკეთებენ ყველაფერს ეს ურთიერთკავშირი იწვევს იმას, რომ შენ რომ ომი დაუწყო ვიღაცას, რომელიც მიგაჩნია მოწინააღმდეგეთ, ამით მარტო ის კი არ ზარალდება, თუნდაც მით უმეტეს მიუხედავად იმისა, მასე აღმატებული ხარ თუ არა სამხედრო ძალით. მათ შორის ზარალდები შენს და მათ შორის ზარალდება ყველა, იმიტომ რომ ყველა ურთიერთდამოკიდებულია მით უმეტეს გლობალურ სამყაროში. როცა მაგალითად იგივე ამერიკის F-35-ის პროგრამა, ხო, თვითმფრინავების პროგრამა, მასში არის არა მარტო ამერიკული ნაწილები, მასში არის ევროპული ნაწილები, მასში არის კანადური ნაწილები. ამ გლობალურ სამყაროში ესე კლასიკური გაგებით იმპორტი და ექსპორტიც აღარ არსებობს. მაგალითად, რო ავიღოთ Nike, რომელიც კერავს ბოტას ვიეტნამში. ეს ამერიკით და შეაქვს მე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იმპორტია ამერიკაში? მოდი ვნახოთ იმპორტი არის თუ არა. Nike-ის ბოტას თვითღირებულებაში რა შედის? ის, ვინც ამას კერავს, თვითონ ის მატერია, რითიც კერავენ და ეს არის მიზერული იმასთან შედარებით, რა ჩდება ბრენდინგი, რა ჩდება მარკეტინგი, რა ჩდება დიზაინი, ამისი შექმნა, ამაში ბევრად მეტი ფული იხარჯება და ეს ფული იხარჯება თვითონ ამერიკაში. ამერიკაში შედან ის ადამიანები, ვინც მარკეტოლოგები არიან, ვინც ბრენდინგზე მუშაობენ, ვინც დიზაინზე მუშაობენ, უდიდესი ფული ამ ბოტასის თვითღირებულებაში რჩება თვითონ ამერიკაში და ამერიკაში იხდის კომპანია, კონკრეტულად Nike, ხო? და ის, რასაც ხარჯავს ის ვიეტნამში, ეს არის, არ ვიცი, ახლა სპეკულაცია რო დავიწყო პროცენტებზე, მიზერული თანხა იმასთან შედარებით, რაც შეება ამერიკაში. ამიტომ ეს არანაირი იმპორტი არ არის ამერიკაში. რეალურად დოვლათი იქნება მათ შორის ამერიკაშიც. ამიტომ ასე მუშაობს ყველა სისტემა და ყველაფერი თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში. ეს არ არის მე-20 საუკუნის დასაწყისი, რაც თქვენ ახსენეთ, იგივე სმუტის და ჰოლის კანონი, როცა მიიღეს, ხო, სმუტის და ჰოლის აქტი. როცა ფორდი ჭანჭიკიდან დაწყებული, ძრავით დამთავრებული ყველაფერს აკეთებდა საკუთარ ქარხანაში. ეს მაშინ. ახლა Chevrolet-ს ქარხანა ერთი რო დგას მიჩიგანში, მეორე დგას საზღვრის გადაღმა კანადაში. ერთი მანქანა შეიძლება რამდენჯერმე გადაკვეთოს საზღვარი, სანამ საბოლოო დასრულებულ სახეს მიიღებს. წარმოგიდგენიათ, ყველა გადაკვეთა გადმოკვეთაზე რო ერთმანეთს ტარიფები უწესონ, რა ხელაზე გაიზრდება თვითღირებულება? ანუ ტრამპი ხო არ ლაპარაკობს იმაზე, რომ მარტო დასრულებულ პროდუქტზე დავაწესო ტარიფები. საერთოდ Nike-ზე და მანქანაზე რო არ აი ეს Milton Friedman-ის ცნობილი ვიდეო, რომელიც მასკმა დაპოსტა, ხო, ფანქრით ხსნის, რომ აი ფანქარი აი ამ ფანქარს რაც ქმნის, ეს რო სხვადასხვა ქვეყანაში როგორ იწარმოება? ფანქარი. Milton Friedman-ის დროს ჯერ კიდე არ იყო ეს, რასაკვირველია. ის რაც ახლა ხდება, ახლა ყველაფერი ურთიერთკავშირში, ამიტომ შეუძლებელია ამ ტარიფების ომში მით უმეტეს ახლა იყოს ვინმე გამარჯვებული. და რაც შეეხება мотиваციას, რატომაც ამ ტარიფებს იღებს, ის მით უმეტეს შეუძლებელია რომ მოხდეს. საუბარია რეინდუსტრიალიზაციაზე. აქ არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ კონკრეტული კომპანიებმა შეიძლება არ მიიღონ გადაწყვეტილება და ახალი ქარხანა არ ააშენონ ამერიკაში და არ დაასაქმონ ადამიანები, მაგრამ გლობალურად ამის უკან შემოტრიალება არის
არის ქარისწისქვილებთან ბრძოლა. ეს იგივეა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ვინმე ეს ეთქვა, რომ იცით რა, კი, ახლა ახალი ტექნოლოგიებია, ახალი ეკონომიკა, ინდუსტრიალიზაცია მიდის, მაგრამ მოდი ეს სტანდარტიზაცია და ინდუსტრიალიზაცია არ გვინდა, ტრაქტორები არ გვინდა, ისევ ცხენებით მოვხნათ და უღელში ხარები გავაბათ. იგივე არის. ანუ ეს მატარებელი უკვე ჩავლილი ამერიკაში, იმიტომ კი არ გაქრა, იმიტომ კი არ დაიწია ინდუსტრიალიზაციის პროცენტმა, რომ ვიღაცებმა თქვეს, რომ მოდი ეს არ გვინდა. ამერიკა გახდა სხვა სერვისის მიმწოდებელი ეკონომიკაში. მაღალ ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელი. რაზე წეღან ლაპარაკობდი, დიზაინერი გაცილებით მეტ ფულს იღებს იმ რაღაცა ესკიზის დახატვაში, ვიდრე მთელი ქარხანა ვიეტნამში, რომელიც ამ ესკიზით მერე კერავს ბოტას. აბსოლუტურად. ამიტომ აი ხა მაგაზე რომ მივიდეთ. კიდე ერთი დეტალია, ტრამპი შემჩნეულია იმაში, რომ არ გამოირჩევა რაღაც საკითხებზე დიდი პრინციპულობით და ამ ინვესტორებშიც ხო იქნება მოლოდინი, რომ ეხა შეიძლება რაღაც პერიოდი გაჯიუტდეს, მაგრამ დაუშვათ 2 წელიწადში შეიძლება ამ კაცმა ისე წააგოს შუალედური არჩევნები, რომ ეს ტარიფები არ უნდა 2 წელიწადი. არა, ისევ ამბობს, 5 ჯერ შეცვალა გადაწყვეტილება. კი, უკვე 5 ჯერ შეცვალა, მაგრამ 2 წელიწადში აი რატო უნდა იფიქროს ამ ინვესტორმა, რომ მოდი ეხა უარს ვიტყვი ვიეტნამში ან ბანგლადეშში ან სადღაც ჩემს აწარმოებზე და უზარმაზარი ინვესტიციას ჩავდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ავამუშავ, მაშინ როცა ვიცი რომ შეიძლება ამან შუალედური არჩევნები წააგოს და მოუწიოს გაუქმება, ან 4 წელიწადში მოვიდეს დემოკრატი პრეზიდენტი ან რესპუბლიკელი, რომელიც სხვა იდეოლოგიის იქნება და ამას გაუქმს. ეს არის ერთი საკითხი. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაც შენახსენე რომ კი ეს დეინდუსტრიალიზაცია მოხდა და რა თქმა უნდა დაიკარგა სამუშაო ადგილები და ის ადამიანები ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ როცა რაღაც ასაკში კარგავს სამუშაო ადგილს და ეგ სექტორი საერთოდ ხრება, მერე ახალი საქმის სწავლა და ახალი განათლების მიღება, რომ სხვა პროფესია შეეძინო, ძალიან რთულია, მაგრამ გაჩნდა საერთოდ ისეთი სექტორები, რომლებიც 50 წლის წინ არ არსებობდა, ხო? IT სფეროში და სხვა სფეროში და ეს ახალი თაობა წარმოვიდა, რომელშიც ამაში ძალიან მაგარია და მიუხედავად ჩინეთის წარმატებებისა, ამ სექტორში ამერიკა დღეს არის უპირობო ლიდერი, ხო, ტექნოლოგიების და დღეს ამ ყველაფერს განსხვავებით ისტორიული წინამორბედებისგან არ უძღოდა რაღაცა კრიზისი ამერიკაში. აი ამის პოლიტიკურ მიზეზებზე მინდა ვისაუბრო, რა არის ამის მიზეზი. ამ ყველაფერს განსაზღვრავს ტრამპის ელექტორატის სტრუქტურა. ამაზეც უნდა გადავიდეთ, ხო? იმიტომ რომ კალიფორნიაში შეიძლება ეს ყველაფერი არ იგრძნობა, ეს დეპრესია და ეს განცდა, რომ რაღაც ამერიკის დეკადენსი დადგა და ეს ქვეყანა სრულდება, მაგრამ ეს ყველაფერი იგრძნობა გარკვეულწილად წითელ შტატებში, მაგრამ ყველაზე მეტად იგრძნობა ამ ეგრეთ წოდებულ swing state-ებში, გადაუწყვეტელი შტატების იმ ნაწილში, რომელიც ამ დეინდუსტრიალიზაციით ყველაზე მეტად დაზარალდა, ხო, ქალაქი დეტროიტი, ჟანგიანი სარტყელი, ასე მოიხსენიებენ, იმიტომ რომ ქარხნები დაიცალა, მუშახელი ანუ იქ ადამიანების თემები, რომელიც ცხოვრების სტილზიდან მიჩვეული, ქარხნები კი არ დაიხურა. იქ საერთოდ იმ დონის კატასტროფა მოხდა, რაც შეიძლება ჩვენ შევადაროთ საბჭოთა კავშირის დაშლას და საქართველოში და სხვა ქვეყნებში არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისებს 90-იან წლებში და ამან მათ მარტო სამუშაო ადგილები, ის სოციალური ქსოვილი მოიშალა, იყო დიდი მიგრაცია, ახალგაზრდებმა დატოვეს ის ქალაქები და დაჩნდნენ მარტო ზედათაობის წარმომადგენლები, გავრცელდა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე J.D. Vance-მა წიგნის დაწერა სხვათა შორის და მისი წიგნი არის ერთი ოჯახის მაგალითზე ის ისტორია, რაც გადახდა ძალიან ბევრ ოჯახს ოჰაიოში, პენსილვანიაში, მიჩიგანში და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის და ამ შტატებს აქვთ არაპროპორციულად დიდი გავლენა ამერიკულ პოლიტიკაზე იმასთან შედარებით, რა მოსახლეობას მათ ყავს, იმიტომ რომ ამერიკაში არის სისტემა, რომელსაც ქვია ელექტორალური კოლეგია, ამერიკაში არჩევნების მოსაგებად ჩვენ გჭირდება მეტი რაოდენობის ელექტორალური კოლეგიის ხმის მოგება, რასაც განსაზღვრავს არა მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების რაოდენობა, არამედ იმ შტატების მოგება, რომლებსაც ამ კოლეგიის სისტემიდან გამომდინარე მეტი წონა აქვთ ამ კოლეგიაში. შესაბამისად, ეს 5-6 შტატი ბოლო, რა ვიცი, 25 წელი ალბათ არის გადამწყვეტი და ეს ამორჩევლები სხვათა შორის არიან ეგრეთ წოდებული ობამა ტრამპ ვოუტერები, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 2008 და 12 წელს მისცეს ხმა ბარაკ ობამას და მე 2016 წელს ხმა მისცეს დონალდ ტრამპს და დაჩნენ ტრამპის ერთგულ ამორჩევლად. ამიტომ და რომლის გააქტიურება ტრამპმა შეძლო ტარიფების დაპირებით და შეძლო, იმიტომ ეს საკითხი საერთოდ ილუზიებით რო ეკובה. აქ თავი რა არის, მან ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგში მის კომპლიმენტად შეიძლება ვთქვათ, რომ მან ის აღმოჩნდა ამ ელექტორატის ხმა
და ეს საკითხი მან შემოიტანა მეინსტრიმში, იმიტომ მანამდე ტარიფების კრიტიკა იყო, კი იყვნენ დემოკრატი სენატორები, ოჰაიოს სენატორი შეროდ ბრაუნი, რომელიც ძალიან აქტიურად აკრიტიკებდა მაგალითად თავისუფალ ვაჭრობას. ბერნი სენდერსიც იყო რაღაც თვალსაზრისით კრიტიკოსი თავისუფალი ვაჭრობის, მაგრამ ამ მასშტაბის პოლიტიკოსი და მით უმეტეს პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი მეინსტრიმ პოლიტიკაში არ ყოფილა და ტრამპი აღმოჩნდა ამ ადამიანების ხმა და აქ ისევ JD Vance დაესხებია, ოღონდ ძველ JD Vance, რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა, რომელიც ამბობდა ის ჰეროინის თავაზობს ამ მუშათა კლასს, იმიტომ ეს არ არის რეალური გამოსავალი, ეს არ არის რეალური გამოსავალი ამ პრობლემების გადასაჭრელად. სხვათა შორის, ხო, სანამ გავაგრძელებთ, მინდა რომ აი ეს მიმები ნახოთ, რომელიც ძალიან გავრცელდა სოციალურ ქსელებში, ჩინელებმა გააკეთეს, როგორ მუშაობენ, როგორ იბრუნებენ ქარხნებს ამერიკელები და ძალიან სასაცილო მიმებია, ჩვენ შევხედოთ. ჩვენ საუბრობთ, რამდენად რეალისტურია ტრამპის ეს დაპირება და წარმოების გადმოტანა ამერიკაში და ეს ამერიკა რო ისევ დიდებული გახდეს ამ ინდუსტრიული კუთხით. ეხლა ლადო სამუშიას შემხვდა, ლადო სამუშიას პოსტი შემხვდა Facebook-ზე. ლადო არის ცნობილი ფიზიკოსი, რომელიც პროფესორია და ამერიკაში მუშაობს და ესეც ძალიან საინტერესო თავის წყაროებით, ძალიან საინტერესო სტატისტიკა აქვს მოყვანილი. ჩინეთში ფაბრიკა ქარხნებში მუშაობს 120 მილიონი ადამიანი. თქვათ მოვიგეთ სავაჭრო ომი და დავიწყეს წარმოების გადმოტანა ამერიკაში. ვინ უნდა იმუშაოს ამ ახალ ქარხნებში? ამერიკაში უმუშევრობა არის 4%. დანარჩენ 96-ის დიდ ნაწილს ამ ბიზნესი აქვს, ამ ბუღალტერია, მასწავლებელი, პოლიციელი, პროგრამისტი და ქარხანაში მუშაობა არ უნდა. ყველა ის უმუშევარი რომ ქარხანაში შეყარო მაქსიმუმ 6% წამოიღო. და იმ უმუშევრებიდანაც არ მოუნდებათ ფეხსაცმლის საკერაო ფაბრიკაში მუშაობა ან არა. ეგ რო უნდოდეთ ამერიკაში ახლა ძალიან დიდი დეფიციტია ხელოსნების. ეს არის ძალიან საინტერესო. მე მგონი ქართველებისთვისაც საინტერესოა ვის უნდა ამერიკაში წასვლა რა. 2027 წლისთვის ამერიკაში იქნება 500,000 შეუსებელი ვაკანსია სანტექნიკოსებისთვის და 300,000 შეუსებელი ვაკანსია შემდუღებლების. ქართულად რო ვთქვათ, სვარჩიკების. სანტექნიკოსის საშუალო ხელფასი ამერიკაში არის $60,000, ხოლო შემდუღებლის არის $45,000, გაცილებით მაღალი ვიდრე ქარხნის მუშის. ხო, ამაზე პასუხი ლუტნიკს აქვს, რომ ჩვენო ისეთ მაგრები ვართო, რომ ამ ყველაფრის რობოტიზება მოხდებაო. და ანუ არ დაგვჭირდება ადამიანები. რობოტიზაცია თუ მოხდება, მაშინ ის ანუ თუ რობოტიზაციის ხარჯზე მოხდება ქარხნების დაბრუნება, მაშინ რას პირდებიან ამერიკელ ხალხს, რომელსაც ქარხნებში მუშაობის დაწყება უნდა. რეალურად, რო ვთქვათ, ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ეგ პრობლემა, მართლა გულწრფელად ფიქრობენ, რომ არარეალიზებული ცხოვრება აქვს, იმიტომ რომ რაღაც ადგილები დაიკარგა, სადაც ცხოვრება მუშაობს. აბსოლუტურად რეალისტური საწუხარია. იმათაც კი არ აქვს არანაირი სურვილი ისევ შახტაში დაბრუნდნენ. მათ უმრავლესობას ყველაზე თავს ვერ დავდებთ, რა თქმა უნდა. რომ შახტაში დაბრუნდნენ და ისევ ქვანახშირი აწარმოონ. რეალურად სანამ ამერიკაში ერთ ჩვეულებრივ სტარბაქსში შესვლაზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს ადამიანი, ვიდრე ვიეტნამში გამოიმუშავებს ერთი კვირის განმავლობაში ქარხანაში მუშაობაზე. შეუძლებელია ვისაუბროთ რამენაირად ამ ყველაფრის უკან შემოbrunებას. და ზოგადად ეს არ მუშაობს სამყარო. ეკონომიკა ეგრე არ მუშაობს, ისტორია ამას გვასწავლის, რომ როცა ამ რაღაც საფეხურს გაივლის, მე უკან დაბრუნება არ ხდება. და თუ ხდება, ეს ხდება ყოველთვის შენი ქვეყნის დაზიანების, შენი დოვლათის დაზიანების, შენი მოქალაქეების დაზიანების ხარჯზე. შეუძლებელია რაღაცა ეტაპი რო გაიარე და განვითარდი და უფრო მეტ ფულს ახლა სხვა რაღაცაში შოულობ, უარი თქვა იმაზე და დათანხმდე უფრო მძიმე შრომას, უფრო ნაკლებ შემოსავალზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა თავსთვის არარეალიზებულად და ვიღაცა მერე პარაზიტირებს ამ არარეალიზებულობაზე პოლიტიკაში, ხო? ესე არ ხდება, შეუძლებელია ამის დაბრუნება, არასოს მომხდარა. ახლა რაც შეეხება იმას, თუნდაც ამის სურვილი დიდი იყოს და რამდენად გამოსვლადია ეს,
თუნდაც რაღაც დაუშვათ მუშახელი იშოვეს ხო და გახსნეს საზღვრები და მისცეს საშუალება სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანებს ნახოთ რომ აქედან გამომდინარე ამ პოსტიდანაც გამომდინარე რომ ვილაპარაკოთ რომ ანუ საწარმოების დაბრუნება და ანტიემიგრანტული პოლიტიკა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში შემოდის, იმიტომ რომ მუშახე ამერიკელი, რომელსაც აქვს თუნდაც კარგი საშუალო განათლება, იმას არ უნდა ფეხაცმელები კეროს ქარხანაში, ხო? გაცილებით მეტის პრეტენზია აქვს და ბუნებრივია რომ აქვს, ხო? იმიტომ რომ ბევრად უფრო განვითარებული საზოგადოება ვიდრე მაგალითად ის კიდე მეორე კოგნიტიური დისონანსი. ეს არის ადმინისტრაცია, რომელიც არის ძალიან მემარჯვენე. ანუ არანაირ შრომის უფლებები, მინიმალური ხელფასი და ეს საკითხები არ აინტერესებს და თუ ამ ტიპის ინსენტივები არ შეუქმენ იმ დასაქმების სურვილს, როგორ შეიძლება გადმოიყვანო ამ სექტორში ადამიანი. ესო იყოს დემოკრატიული ადმინისტრაცია, რომელიც შეიძლება დაუშვათ მინიმალურ ხელფასს დიდეს ან რამე ამ ტიპის мотивациას აძლევდეს ადამიანს, რომელსაც სურს ინდუსტრიულ სექტორში იმუშაოს, ეს კიდე გასაგები იქნებოდა, მაგრამ ამ მიმართულებით რესპუბლიკელები პირიქით არიან. თან არის ფოტოშორის, ეხლა წეგან ვახსენე და ეხაც მინდა გავიმეორო. ისეთი ეხლა ვკითხულობ ზუსტად აი ფარიდ ზაქარიას წიგნს Age of Revolutions, რევოლუციების ეპოქა, სადაც აი იმაზე ურთიერთობა წერია იმაზე, როგორ გახდა, ბევრი რამე წერია, მაგრამ ერთი თავი არის იმაზე, როგორ გახდა ამერიკა წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა ბრიტანეთის შემდეგ, იმიტომ რომ ბრიტანეთი მაშინ შეუდარებელი იყო, ხო, მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნის დასაწყისში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან არაეთიკურად იქცეოდა ზუსტად აი ჩინეთი გაგახსენდება, რომ დემპინგური ფასები, მოპარვა ტექნოლოგიების, იაფი მუშახელი, იმიტომ რომ ემიგრაცია იყო ძალიან დიდი რაოდენობით ამერიკაში და იაფი მუშახელი იყო ძალიან ბევრი და ესეთი შემთხვევაც იყო რომ 1860 წელს ყველა საშუალო შემოსავლის ბრიტანელის ოჯახში იყო ამერიკული საათი, იმიტომ რომ ეს საათი იმდენად იაფი იყო, ხო, რომ მას ბრიტანული წარმოება ხელს ანუ კონკურენციას ვერ უწევდა, ისევ როგორც ბევრ ამერიკულ პროდუქციას. ანუ ესეთ ციკლებია ქვეყანას აქვს ამ ტიპის ციკლები. ეს ციკლი ამერიკამ, ანუ მომწიფების ამას ქვია თავის ამ ენაზე, რომ არის ჯერ პროდუქტის გაცნობა, შემდეგ ანუ მისი პიკი, შემდეგ გაჯერება ბაზრის და შემდეგ დაღმასვლა. ეს 4 საფეხურია, რომელსაც გადის ყველა პროდუქცია, ყველა სახის პროდუქცია და როდესაც დაიწყო ეს ჩინური შოკი, რასაც ჩინური შოკი ქვია 90-იან, ანუ ჩინეთის შოკი, უბრალოდ China shock, ეს 90-იან წლებში, როდესაც დაიწყო ამ იაფი პროდუქტების შემოყრა ბაზარზე და მთლიანად ბაზრის, ანუ დაპყრობა და მაგრამ ეს იყო უფრო არა ჩინეთის ამბავ, დაემთხვა იმასაც, რომ ამერიკაში მოხდა ტექნოლოგიური წინსვლა, მოხდა რობოტიზაცია, მექანიზაცია და ამ ყველაფერმა ერთდროულად გლობალიზაციამ და ამ გაზრდამ, ამ ტექნოლოგიების, ამ ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა ყველაფერმა ერთად იმუშავა დაბალი კლასის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ყველამ წაართვა ადგილი და გასაგებია ეს წუხილები გასაგებია აბსოლუტურად, მაგრამ და გლობალიზაციისგან მოტანილი წუხილებიც გასაგებია, ხო? იმიტომ რომ ყოველთვის ქონდა ამას თავისი უკურეაქციები ყველა ეტაპზე, ყველა საუკუნეში, იქნებოდა ჰოლანდიის რევოლუციის დროს, ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუციის დროს თუ ასე შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ყველა კმაყოფილი ვერანაირად ვერ იქნება. ამის შეცილება შეიძლება, მაგრამ ორი საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი არის ის, რომ ჩინეთის ამ აღმასვლით ისარგებლა ყველაზე მეტად ალბათ ჩინეთში გაჩნდა უზარმაზარი საშუალო კლასი, რომელიც 80-იან წლებამდე არ არსებობდა და ასეულობით მილიონი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან და მეორე ისარგებლა ამერიკის იმ ტოპ 1%-მა, რომელსაც ხშირად ახსენებენ ამერიკელი მემარცხენეები. იმ ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა. მაგრამ მეორე პრობლემა, რატომაც აღმოჩნდნენ ეს ადამიანები მიტოვებულები, რომელზეც მთელი ეს პოდკასტი ავსაუბრობთ, ეს მუშათა კლასი არის ის, რომ ამერიკა არ არის სოციალური სახელმწიფო და არ არსებობს ამერიკაში იმ ტიპის სოციალური გარანტიები, რაც არსებობს საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში, გულისხმობ ჯანდაცვის მიმართულებით, სხვა ტიპის სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით და ასევე
ზოგადად ჯანდაცვაში ასევე მედიკამენტების ფასები და არარეალური ფასები რაც არის ჯანდაცვის მომსახურების შესაძენად, რაც თუნდაც მეზობელ კანადაში ბევრად იაფია და ასე შემდეგ. ანუ ამერიკულ სახელმწიფოს რომ გააჩნდეს უფრო მეტად სოციალური დახმარებების და დაცვის სისტემა, ბევრად მარტივად გადაიტანდნენ ეს ადამიანები ამ შოკს, რაც მათ 90-იან წლებში მიიღეს, ვიდრე გადააქვთ ეს ახლა, იმიტომ რომ ახლა ამერიკის მოქალაქე საბოლოო ჯამში მაინც საკუთარ თავზეა დამოკიდებული. ხო, მაგრამ მეორე ფაქტორი არის მან ზუსტად იმან რომ ეს რაღაც სოციალური ხარჯები უფრო ნაკლები ამერიკაში ვიდრე იგივე ევროპის ქვეყნებში ეგიწევს იმას რომ იქ ხალხი უფრო სწრაფად დიდრდება, უფრო მეტად დიდარია მაგალითად 90-იან წლებში. მაგრამ განსხვავება ძალიან იზრდება მდიდარს, საერთოდ ტექნოლოგიურ ცვლილებებს და ინოვაციებს მოაქვს დიდი განსხვავება. ეხლა ჩვენ ერთ-ერთ გადაცემა ვილაპარაკებთ ხელოვნურ ინტელექტზე, ხო, რომელიც მოიტანს წარმოუდგენელ ცვლილებებს და მთლიანად შეცვლის პოლიტიკასაც, როგორც თავის დროზე ინდუსტრიულმა რევოლუციამ შეცვალა მთლიანად პოლიტიკა, ასე შეცვლის ეხლა. ბევრი ტექნოლოგიური ცვლილება იყო, მაგრამ ეს არის რაღაცა რევოლუცია, რომლის მსგავსი ჯერ არ ყოფილა ხელოვნური ინტელექტი და ესეც ძალიან ბევრ ადამიანს დააკარგვინებს სამსახურს და ძალიან ბევრ ცოტას გაამდიდრებს. ანუ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგება არა მარტო ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო და მაგრამ ტარიფები პირიქით ამის წინააღმდეგ მუშაობს. ასევე მინდა ერთი ამბავი გავიხსენო, აი იაპონიას ვახსენებდით ჩვენ, როგორ აკრიტიკებდა იაპონიას ტრამპი 80-იან წლებში ხო და მაშინ იყო მოლოდინი, რომ იაპონია გახდებოდა ის, რაც დღეს არის ჩინეთი. მაგრამ ამის ხელისშემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი დემოგრაფიულ დაღმასვლასთან და სხვა საკითხებთან ერთად აღმოჩნდა სწორედ იაპონიის მაშინდელი მთავრობების პროტექციონიზმი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა და რომელმაც რეცესიაში გადაიყვანა იაპონიის ეკონომიკა. იაპონურ კომპანიებს შეუქმნა კომფორტული სათბური პირობები, რომ აი იმ ველურ კონკურენციაში არ ყოფილიყვნენ სხვა საერთაშორისო კონცერნებთან და კომპანიებთან და საბოლოო ჯამში გამოიწვიეს, რომ ისინი ჩაანაცვლეს უკვე სხვა კომპანიებმა და ბაზარზე მათი დომინაცია ბევრად შემცირებულია დღეს, ვიდრე იყო 80-იან წლებში და ამ ტიპის პირობების შექმნა ეხა ამერიკული კომპანიებისთვის შეიძლება მოიტანოს ის, რომ ისინი აღარ იყვნენ ისეთი საინტერესოები მომხმარებლებისთვის და ისეთი კონკურენტუნარიანები, როგორც დღეს და შავშანაა. ხო, უბრალოდ რა წეგა ვერ დავამთავრე, რატო ვერ მოხდება ეგ ამის თქმა მინდოდა. ყოველ შემთხვევაში ამ პოლიტიკით რაც ახლა ტარდება. როცა შენ თვეში 5 ჩერცვლი გადაწყვეტილებას ტარიფებს ხან აწესებ, ხან აუქმებ და პლუს ამას ეს ხო არ არის კანონის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, ეს ხო არ არის ჰაუსის და სენატის მიერ დამტკიცებული, ეს არის ეგრეთ წოდებული executive order-ი, რომელიც emergency არის, ან სასწრაფო ბრძანება არის ტრამპის, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ან გიждდება იმდენი executive order ან თავად ტრამპის მიერ გაუქმდება, ან შემდეგია ადმინისტრაცია, თუ ეს იქნება დემოკრატების ადმინისტრაცია, ამას აუცილებლად გაუქმებს. ეს ყველა ვიცით და მით უმეტეს თუ ამერიკის ეკონომიკა ისე დაზიანდა, რომ სოლიდური სხივობით წააგეს შუალედური არჩევნები, ჰაუსის და სენატის მიერ მოხდება ამის აკრძალვა საერთოდ, ამის მცდელობა ამ პირობებშიც კი იყო, როცა სენატში მიიღეს კანონი კანადის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, ანუ მათ შორის რესპუბლიკელმა სენატორებმა დაუჭირეს მხარი, ის რომ კანადას ტარიფები არ დაწესებოდა. ამას რა თქმა უნდა ტრამპი ვეტოს დაადებს და ამ ვეტოს დიდი ალბათობით ვერ დაძლევენ, მაგრამ ეს რეალობა შეიძლება 2 წელიწადში აღარ იყოს. და ტრამპის ეს ვეტო იყოს დაძლეული, იმიტომ რომ დიდი უპირატესობა ჰქონდეს დემოკრატებს სენატში და ჰაუსში. და პლუს ამას თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ ხართ დიდი კომპანიის მფლობელი და გაქვთ არჩევანი, აი ამ არათანმიმდევრულ პოლიტიკას აყვეთ, დახარჯოთ ბევრი მილიარდი და ბევრი წელი იმაში, რომ წარმოება გადაიტანოთ ამერიკაში, თუ დაელოდოთ ეს რაღაცა მიმდინარე ხარჯები გაიღოთ და მიმდინარე შეფერხებები საკუთარ კომპანიის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ტარიფებია დაწესებული, ეს იზარალოთ, თუნდაც 1 წელი, 2 წელი და იცოდეთ, რომ შემდეგ ეს აუცილებლად შეიცვლება. ან თავად ეს ადმინისტრაცია შეცვლის, როგორც არაერთხელ გააკეთა უკვე რამდენიმე თვეში. ან შემდეგი ადმინისტრაცია შეცვლის, თუ მეორე გადაწყვეტილება მიიღოთ, რისკი აიღოთ, ბევრი ფული დახარჯოთ და ჩადოთ ფული იქ, სადაც პრაქტიკულად შანსი არ არის, რომ ეს ინდუსტრიალიზაცია მართლა შედგეს, იმიტომ რომ არ არის იაფი მუშახელი, არ არის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და საერთოდ სხვანაირი ეკონომიკა, ამერიკის ეკონომიკა. ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა არის სხვანაირად. ეკონომიკას რო თავი დავანებოთ, საერთოდ არ უნდა ამას ეკონომიკის ცოდნა. მართლა კომპიუტერულ თამაშს თუ ვინმე თამაშობს და რაღაც სტრატეგიებს თუ თამაშობენ ადამიანები, იქაც კი შეგვიძლია ამის მიხვედრა, როცა
მაგალითად დედაქალაქებში არის სხვანაირი ეკონომიკა და სხვანაირად განვითარებული და პერიფერიებში სხვანაირად განვითარებული. პერიფერია არის რაღაც წარმოებისთვის, დედაქალაქი არის მაღალი ტექნოლოგიებისთვის. ასე არის რეალურ ცხოვრებაში. მაღალ ტექნოლოგიურად ამერიკას კონკურენტი არ აყავს. ამ ეტაპზე არ ყავს, თუმცა თუ ასე გააგრძელებს, რა თქმა უნდა, მას ეყოლება კონკურენტი. ეხლა ამაზე გადავიდეთ. მაღალ ტექნოლოგიად თემათქვევინე აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს, რომ პირველი ინდიკატორი გამოჩნდა, რომ ტარიფები შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რამაც დააკარგინოს ტრამპს ეს ტოტალური დომინაცია რესპუბლიკურ პარტიაზე, იმიტომ რომ აქამდე ტრამპი იყო გამარჯვების ფორმულა რესპუბლიკური პარტიისთვის. ეს შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, იმიტომ რომ შუალედური არჩევნები წააგებინა წინა, მაგრამ სენატის ამდენიმე შტატს გულისხმობ, რომელიც მოულოდნელად წააგეს რესპუბლიკელებმა, მაგრამ ჯამში იყო ის გამარჯვების ფორმულა და ყველა რესპუბლიკელი ცდილობდა, რომ ტრამპის მიმართ ყოფილიყო აი საოცარი ერთგულებით განწყობილი, ეს იყო მისთვის გარანტია, რომ პრაიმერის მოიგებდა და შემდგომში უკვე არჩევნებზეც მეტი შანსი ექნებოდა, თუ მას ტრამპის მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ ეს ახლა შეიძლება პირიქით შემოbrunდეს, იმიტომ რომ თუ ამ ეტაპზევე არ დაუპირისპირდნენ, განსაკუთრებით კანადის მოსაზღვრე შტატებში, რომელიც რესპუბლიკელებიც არიან, იმიტომ იქ მთლიანად ინტეგრირებულია კანადის ეკონომიკოსთან ამერიკის ეკონომიკა. სუზან კოლინსი ვეღარ გახდება მეინის სენატორი 2026-ში, იმიტომ რომ მეინის შტატს ყველაზე მეტად ურყავს ეს ტარიფები და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ადამიანებმა უფრო მეტად უნდა უკვე ავლენენ დამოუკიდებლობას და აი ეს სენატში და ინიცირებული კანონი და სახსენა ლევანმა ამის პირველი ინდიკატორია, მაგრამ თუ ეს კრიზისი გაღმავდა ეკონომიკაში და ეს არასტაბილურობა გაგრძელდა, შეიძლება მეტი რესპუბლიკელი გამოჩნდეს, რომელიც აი ამ ტრამპის გზიდან გადახვევას გაბედავს და მას ღიად გააკრიტიკებს. მით უმეტეს ხო რეალურად ტრამპის ბოლოვა და მით უმეტეს 1 წელიწადში, 2 წელიწადში ბევრად უფრო მარტივი იქნება მის წინააღმდეგ ახალი საარჩევნო კამპანია დაიწყება. ხო, ეს არა, აქ ახლა ჩვენ ამ ორი თემა დაგვჭა, ერთი ნავთობზე დაწეული ფასი, რაც ერთადერთი ესეთი პოზიტიური შედეგი რაც მოყვა ამ საფონდო ბირჟების რყევას და ამ სავაჭრო ომს. მაგრამ მანამდე ხა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტექნოლოგიურად არის ამერიკა ჯერჯერობით კონკურენციის გარეშეა და მისი ეკონომიკაც, ანუ ეკონომიკა ტრამპა ჩაიბარა ძალიან კარგ მდგომარეობაში. ინფლაცია გასაგებია, ეს ინფლაცია მარტო ამერიკისთვის არ იყო უნიკალური, ძალიან დიდი წილი ამ ინფლაციაში მიუძღვის COVID-ს და ყველგან მთელ მსოფლიოში ინფლაცია გამოიწვია COVID-მა. ომის გამო კიდე ასევე ენერგომატარებლების ფასი გაიზარდა და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა რომ დაუბრუნდეთ ჩინეთს და ამერიკას, რომელზედაც აქ მიდის თან პოლიტიკური ომი მიდის, ხო? ჩინეთს უკან დახევა არ შეუძლია, იმიტომ რომ შეურაცხმყოფელია ეს პოლიტიკურად, რომ მან ეხლა ამერიკას თავით დაუხაროს ში ძინპინმა ტრამპს. და არის დიდი დიდი სავაჭრო ბრძოლა 155% სიგიჟე, იმიტომ რომ რაღაცა პროცენტის შემდეგ, მე მგონი 35% შემდეგ უკვე ვაჭრობას აზრი აღარ აქვს. ანუ იმდენად ხო 155% მე მგონი უფრო სიმბოლურია. 14-ჯერ რო გაგეზრდება გადასახადი ახლა რა აზრი აქვს იქ წარმოუდგენელი რიცხვებზე გადის. მაგრამ ლევან, ეხლა შემოდის აქ მინერალები, ტრამპის საყვარელი მინერალები. მაღალ ტექნოლოგიებში ყველგან მინერალები არის საჭირო და ჩვენ ნავინახეთ, რომ აი მინერალებზე ნადირობს ტრამპი, მინერალების შეთანხმება უკრაინასთან რამდენად მნიშვნელოვანი იყო, გრენლანდიის თემა, ასევე კანადის თემა, რომელსაც ასევე დიდარი მინერალები აქვს, მაგრამ ჩინეთი არის უპირობო ლიდერი მინერალების მოპოვებაში. 80-იან წლებში დაიწყო მინერალების მოპოვება და 90% მსოფლიოს წარმოების მოპოვების მინერალების მოდის ჩინეთზე და 70% ექსპორტის მინერალების მოდის ჩინეთზე, ამერიკაში. და თქვა რომ აი ყველაზე მთავარი კარტი რაც აქვს ჩინეთს ეხლა ამერიკასთან ბრძოლაში ეს არის მინერალები. თქვა რომ აი ეს რაც არის კრიტიკული მნიშვნელობის მინერალები მაღალი ტექნოლოგიებისთვის მე ამას ექსპორტზე აღარ გადის. ხო, რა თქმა უნდა ეს სერიოზული პრობლემაა ამერიკისთვის, მაგრამ მე უფრო სერიოზულ პრობლემას მიმაჩნია სხვა რაღაც. სისტემები თუ რა სისტემებს შორის მიდის დაპირისპირება. ერთი არის დემოკრატია, მეორე არის დიქტატურა პრაქტიკულად, ხო? ანუ იქ ჩინეთში, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაზიანდება კონკრეტული სექტორები, ძალიან სერიოზულად. რაც დააზიანებს ამერიკის ტარიფები, მაგრამ იქ ჩვენ ხო ვიცით რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება. იქ ჩვენ ხო ვიცით რომ პოლიტიკური პრობლემები ამით ში ძინპინს არ შეექმნება.
და ტრამპს ფაქტია რომ ექმნება, იმიტომ რომ ტრამპი დემოკრატიაში მოქმედებს და სი ძინპინი მოქმედებს ავტოკრატიაში, ან შეგვიძლია ვთქვათ რომ დიქტატურაში, ხო, კომუნისტურ დიქტატურაში. ამიტომ პოლიტიკურად ტრამპისთვის გაცილებით დიდი პრობლემა იქნება, ვიდრე სი ძინპინისთვის. ეკონომიკურად შეიძლება ვიდაოთ ვის უფრო დიდი პრობლემა შეიძლება. ეხლა მასკის პრობლემაც ეგ არის, იმიტომ რომ მასკი რასაც აწნებ ყველაფერში, ანუ ყველაფერი რასაც აქვს ჩიპი, მას ჭირდება მინერალები. ხო, ნახევარ გამტარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მინერალები. ჩანაცვლება უცებ შეუძლებელია. რაც არ უნდა გრენლანდიაზე ვილაპარაკოთ და უკრაინაზე ვილაპარაკოთ, ეს არის წლების ამბავი, ხო? ჯერ გრენლანდიაში საერთოდ მოპოვება რამდენად შესაძლებელია და რა დაჯდება. ხო, რა დაჯდება ეგ არავინ არ იცის. უკრაინაში ჯერ ომი თუ არ მორჩა და მართლა თუ არ დაზვერვა მოხდა იმ კონკრეტული ადგილების მერე იქ აშენება კონკრეტული ინფრასტრუქტურის და მერე ამოღება ამას დაჭირდება წლები. ამის ჩანაცვლება უცებ არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ამერიკას, მაგრამ სერიოზულ პრობლემას ამერიკას იცით რა უქმნის? ამერიკა სერიოზულ პრობლემას უქმნის ამ წუთას ის, რომ ის რჩება მოკავშირეების გარეშე. როცა შენ ხარ მოკავშირეების გარეშე, მათ შორის ამერიკაც კი შეუძლებელია თელ მსოფლიოს დაუპირისპირდა და გამოხვიდა გამარჯვებული. მით უმეტეს ახლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმ მომენტზე, როცა ევროპა ზრდის საკუთარ ფასს, ის მიდის ჩინეთთან და აწარმოებს მასთან მოლაპარაკებას. და ტრამპის ადმინისტრაცია და თვითონ მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდება ძალიან წამგებიან სიტუაციაში, თუ ამხელა ეკონომიკა დაახლოებით ამერიკის შეერთებული შტატების ხელა ეკონომიკა ევროკავშირზე ვსაუბრობ და ჩინეთი თუ შეთანხმდებიან რაღაც თამაშის პრინციპებზე. მე ფიქრობ რომ ეს არ არის ეს ევროპის მხრიდან პირველ რიგში ემსახურება იმას რომ საკუთარი ფაზი გაზარდოს ამერიკასთან მოლაპარაკებაში, რომ ტრამპმა დათმოს რაღაცეები იმის შიშით რომ ევროპა არ მოურიგდეს ჩინეთს და არ დაუმეგობრდეს ჭყალებში რო ვთქვათ, ხო? მაგრამ თუ ეს რეალურად მოხდა, ამერიკა ამ ომს ვერ მოიგებს სამწუხაროდ და ეს იქნება ყველასთვის ცუდი. ყველაზე, ანუ ცოტა შორის ჩინეთმა რაც გააკეთეს განცხადება, რომ ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობა, ბარიერების გარეშე ვაჭრობა, ეს არის გზა მშვიდობისკენ. ანუ, როდესაც შენთვის მინერალები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ბარიერი, ანუ ტარიფების გამო ამ მინერალებს ვერ იღებ, ხო? მაშინ ბუნებრივია ხა ეს ომის რაღაცა ბიძგი არის ომისკენ. ძალიან ძნელია იმისი, ასე ვთქვათ, პროგნოზირება რა როგორ განვითარდება იგივე ჩინეთთან, მაგრამ ეს დაპირისპირება არის უკიდურესად რთული, მით უმეტეს, როდესაც თამაში შემოდის დღეს მინერალი ისეთი რამეა, როგორც რა ვიცი, მე-19 საუკუნეში შეიძლება ქვანახშირი რო იყო, იმიტომ რომ ხო, რაღაცა ხო, ნავთობი, ქვანახშირი, იმიტომ რომ ქვანახშირით დაიწყო, ხო, ესეთი რაღაც. მაგრამ დღეს მინერალები არის ყველაფრისთვის არ არსებობს რამ რასაც ჩვენ მოვიხმართ, რითაც გადავადგილდებით, რომ სადაც ეს მინერალები არ იყოს საჭირო, ამიტომ მარტივად რო ვთქვათ, ამერიკა ამით არ დაიქცევა, მაგრამ სერიოზული პრობლემები ექნება, თუ ჩინეთიდან ამერიკაში და მთელ მსოფლიოში ვერ გავიდა ეს მინერალები, რომლებსაც ყველაფერში იყენებენ, აი ტელეფონიდან დაწყებული, F-35 დამთავრებული ყველაფერში ჭირდება. და აქ შემოდის ტაივანის საკითხი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტაივანია ჩიპების მთავარი წარმოებელი, აქ მთავარი საკითხია ის, რომ თუ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა ჩინეთი, გასაგებია, რომ აქციებს ვერ მოაწყობს, მაგრამ ეს უნდა თუ არ უნდა სი ძინპინს პრობლემური საკითხი იქნება მისთვის. ასეთი და მოხმარება კიდევ უფრო დავარდება, რომელიც დიქტატორებისთვის ესეთი მომენტალური პრობლემა პირველ რიგში ამერიკაში შეექმნება და მერე ჩინეთს, თორე რა თქმა უნდა, ჩინეთი გამარჯვებული არ დარჩება. ხო და ასეთ სიტუაციაში დიქტატორები და მით უმეტეს სი ძინპინის რიტორიკა ეს უკვე დიდი ხანია ეს ირჩევენ ომის გზას და საგარეო ინტერვენციის გზას. და ესეთ ომის და საგარეო ინტერვენციის მომენტებში მთელი საზოგადოება ერთიანდება მოქმედი ხელისუფლების მიღმა და აღარ აინტერესებს უკვე ინფლაცია და პრობლემები და აქ უკვე მივდივართ სხვა საკითხთან, რაც არის ტაივანი. და ტაივანის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ არის რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად ტრამპი რისი გამკეთებელია ტაივანისთვის რიტორიკის მიღმა, იმიტომ რომ ერთი არის ის რომ ვიცით რომ მას ზოგადად საგარეო ომი არ უნდა, საერთოდ არანაირი ამერიკის გარეთ ჯარისკაცების გაგზავნის გაგონება არ უნდა და მათი სიკვდილის. მეორე არის ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მისმა ადმინისტრაციამ წარადგინა ძალიან უცნაური ფიგურა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ
არავინ არცეთი ამერიკელი არ უნდა მოკვდეს ტაივანის დაცვისთვის და ტაივანი საერთოდ არ არის მათთვის ესეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი და მთლიანად შეცვლა ამერიკული პოლიტიკის და მესამე არის ის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ გემების მშენებლობის ტემპს თუ დავაკვირდებით, როგორ იზრდება ჩინეთის ფლოტი და როგორი ვითარება საზღვებში სამხედრო თვალსაზრისით სხვა ქვეყნებს შორის, მაგალითად ევროპის ქვეყნების, ბრიტანეთის, საფრანგეთის ფლოტები ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ ახარჯავენ დიდ ფულს თავდაცვაზე და მათ არ აქვთ დიდი საზღვაო შესაძლებლობები და ეს იმ ჩატშის გამოჩნდა ჰუსიტების წინააღმდეგ რაც იყო, რომ ევროპელები არაფერს გამკეთებლები არ არიან და ისევ ჩვენ უნდა დავბომბოთო. ამიტომ ამერიკა არის ერთადერთი გარანტი ხო რეალურად ტაივანის უსაფრთხოების და ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს სავაჭრო ომი, ანუ ჩინეთის ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეყვანით ხო არ უბიძგებს ტრამპი სიძინპისო დაიწყოს ახალი ომი ტაივანს. ძალიან მნიშვნელოვანია კი ეს ხაზიც და ბოლოს ნავთობზეც თქვა ორი სიტყვა. და რუსეთზე. ნავთობის ფასი რომ ვარდება, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ რომ როცა სამყარო ელოდება რეცესიას, ეკონომიკურ რეცესიას და ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, ბუნებრივია რომ ნავთობის ფასი იკლებს, იმიტომ რომ მოლოდინი არის რომ ამდენი ნავთობის საჭირო არ იქნება. ნავთობი მარტო ბენზინი კი არ არის. და რაღაც ნავთს ავიაციო ნავთი. ნავთობი გამოიყენება ყველაფერში, აი პლასმასის რაღაცებრო, ეს ნავთობპროდუქტებისგან შექმნილია. ყველაფერში, ყველა ეკონომიკის ყველა სექტორში ნავთობი და ნავთობპროდუქტები გამოიყენება. ანუ ეკონომიკის შემცირება ავტომატურად იწვევს ნავთობზე ფასების შემცირებას. ასე ხდება ყოველთვის. მით უმეტეს როცა ტრამპმა მოუწოდა კარტელს რომ დააკლოს უпроსტად გაზარდოს წარმოება ნავთობის და შესაბამისად ფასი უფრო იაფდება. ამიტომ ეს ერთის მხრივ რა თქმა უნდა, კარგია იმ ამბავში რომ რუსეთს ურტყამს ყველაზე მეტად რუსეთს თუ რამე ურტყამს. არა რაღაცა კონკრეტული სანქციები და აკრძალვა ჩიპების შეტანაზე, იმ ჩიპებს მაინც შეიტანს. მაგრამ როცა იმ ჩიპების შეტანის ფული არ ექნება და ნავთობის ფასი თუ დაბაზე შენარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში, ეს ასე იქნება. ეს არის რუსეთის ამ ომში დამარცხების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინაპირობა შეიძლება გახდეს. რა თქმა უნდა, უკრაინულ არმიასთან ერთად ხა მარტო ამიტომ არ წააგებენ ომს. მაგრამ რუსეთს სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას. ბიუჯეტი აქ გათვლილი $60. მეორე საკითხიც არის, რა თქმა უნდა, ეს ერთის მხრივ კარგია ომის დასასრულებლად და რუსეთის დასამარცხებლად, მაგრამ მეორეს მხრივ ეს რა თქმა უნდა იწვევს გლობალური ეკონომიკის შემცირებას, შენელებას და ეს პრობლემა ყველასთვის. ეს პრობლემა მათ შორის ჩვენთვისაც. წეგან როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ამერიკაში არაფერი ბევრი არ გაგვაქვს და დაწესებული 10%-იანი ტარიფი დიდად არაფერში არ შეგვეხება. სამაგეროდ რა შეგვეხება, იცით? ტარიფების გამო რომ მანქანები გაძვირდება, ახალი მანქანები. ახალ მანქანებზე მეტად გაძვირდება მეორადი მანქანები. მთელი საქართველოს რომ მეორად მანქანებზე ვზივართ, გაძვირდება ეს მანქანები. გაძვირდება ნებისმიერ, აი Amazon-ზე რომ მივდივართ და $100 რო ვიხდით რაღაც ფეხსაცმელში და ჩამოგვაქვს საქართველოში, ის $100-იანი ფეხსაცმელი ხვალ გახდება $200. მე ნახე თემუს აყვავება. ხო, არა, თემუს ვერ აყვავდება, იმიტომ რომ იქაც არ იქნება სტაბილური სიტუაცია. იქაც ხო, მოკლე ხანში შეიძლება, მაგრამ ყველაფერში შეგვეხება. მით უმეტეს ჩვენაერ სუსტ ქვეყნებს გულისხმობ იმაში, რომ ჩვენ არ ვართ დიდარი ქვეყანა სამწუხაროდ, ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული ექსპორტზე, იმპორტზე უпроსტად ქვეყანაში შემოტანილ საქონელზე და ჩვენ თითქმის არაფერს არ ვაწარმოებთ. ჩვენნაირ ქვეყნებს გაცილებით დიდი პრობლემები ექნებათ. ამერიკა და ჩინეთი ამერიკა განსაკუთრებით ამ ტარიფებს გადაივლის, მით უმეტეს ეს ვერ იქნება რაღაც გაუთავებელი ტარიფების ომი, ხო? ამ როგორც გიორგი თქვა, ან ადმინისტრაცია შეიცვლება, ან კონფიგურაცია შეიცვლება კონგრესში, რაც აიძულებს ტრამპს. ხო, ხედავთ რომ ეხა არ არის რაღაცა თავზე ხელაღებული ადამიანი არ არის. კი შეიძლება ცდილობს რომ თავი ასე წარმოაჩინოს, მაგრამ ფაქტია რომ რეაგირებს კონკრეტულ გამაღიზიანებლებზე, მაგალითად პოლიტიკურ პრობლემაზე, მაგალითად გუნდის შიგნით პრობლემაზე, ის ხდება რომ რაღაც ის იქეთ არ უნდა წავიდეს და კონკრეტულ რაღაცებზე უკან იხევს. ამიტომ ეს ამერიკას არ დააქცევს, მაგრამ თუ ეს ომი გახურდა, ჩვენაირ ქვეყნებს სერიოზული პრობლემები ექნებათ და ჩვენ რას ვფიქრობთ ამ დროს, რას ვაკეთებთ, კაცშვილმა არ იცის. კი ბატონო და ესა მე ეხა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ მასკს ელაპარაკსა თან ვფიქრობ რომ მასკზე გუშინ დაამცირა ტრამპმა კაბინეტის შეხვედრაზე როცა თქვა რომ კაი ბიჭიაო და იმიტომ ყავს აქ თორე კი არ მჭირდება რამეში ხა სულ ფრაზას არ მომხ მაგრამ ეგ იყო შინაარსი კიდურასაც საინტერესო ამბავი ტრამპის და მასკის ურთიერთობა მასკის სახეცვლილება თელი ეს პროცესი იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამდიდრდა ის წარმოუდგენელი და ეხლა
კარგავს უზარმაზარ ფულს და ძალიან საინტერესოა რატო გაბრაზდა ბაიდენზე. აი ეს საინტერესო დეტალები მინდა მე მოგიყვეთ და ასევე მინდა მოგიყვეთ 2025 პროექტი 2025, რომელიც ერთი შეხედვით რაღაცა შეთქმულების თეორიას გავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აი ამ ტექ ოლიგარქების მხრიდან არის სერიოზული პროექტი, რომლის განხორციელებას ცდილობენ და რომლის ბევრი ნაბიჯი ამ პროექტიდან განხორციელდა. და ეს არის ძალიან საინტერესო თემა უკიდურესად, რომელსაც ცალკე გადაცემას მიუძღვნი. და ბოლოს მინდა გიორგი იმით დავამთავროთ, რომ ეხლა აი რამდენად შეგვიძლია შევაფასოთ ტრამპის პოზიციები? ჯერ 100 დღეც არ გასულა, ხო, როგორც წესი 100 დღის შემდეგ ხდება ხოლმე ესეთი გლობალური შეფასება, ხო, მაგრამ ხო, რაღაცა 80 დღეა მე მგონი, ხო? და აი ნუ თელი სამყარო ფაქტობრივად ყანყალებს რაღაც, აი მოლოდინები არის, თან ბიზნესისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ეკონომიკისთვის არის რაღაცა სტაბილურობა მოლოდინებში, ხო, მოლოდინებია, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკაში. მაგრამ ამ რაღაცა იმას ხანდაწესებას და ხანმოხსნას თარიღების ჯობია დააწესოს და აღარ მოხსნას. ხო, ჩვენ ნახეთ აი უპრეცედენტო გამოსვლები იმის ქუჩებში, სხვადასხვა დიდი ქალაქების, ბოსტონი, ნიუ-იორკში, ხო, ნახეთ ვისკონსინის არჩევნების შედეგი. წელს არის კიდევ ხო, აი ეს ცოტა რო შევაჯამოთ და ამით ავსრულოთ. ეს ძალიან მცირედ მხოლოდ ტარიფები ვერ გადაწყვეტს მის პოპულარობას და მის ბედს, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებებზეც უნდა ველოდოთ მის გადაწყვეტილებას. ის აპირებს მაგალითად მის პირველ ვადაში და გადასახადებით შეამცირა ამ გადასახადების შემცირების გაგრძელებას და კიდევ უფრო მეტად შემცირებას და ამას სერიოზული წინააღმდეგობა აქვს დემოკრატების მიერ. ისინი შიშობენ, რომ ის ყველაზე მდიდრებს შემცირებს, ყველაზე მეტად გადასახადებს და ყველაზე ნაკლებად შემცირებს საშუალო კლასს და უფრო ღარიბ მოსახლეობას. ერთი რაც მას აქვს უპირატესობა, მის ამომრჩეველს წარმოწონს არალეგალ მიგრანტებთან ესეთი აქტიური ბრძოლა, ეს დეპორტაციების კამპანია ელ-სალვადორში გაგზავნა ამ კრიმინალ მიგრანტების და ასე შემდეგ, თუმცა მეორე მხრივ ვიცით, რომ ამ კრიმინალ მიგრანტებში ვინ იყო კრიმინალი და ვინ არა, ესეც სრულად გაურკვეველია. შესული სასამართლოსთან, ხო, მათ შორის უზენაეს სასამართლოსთან, რომელშიც უმრავლესობა კონსერვატორ მოსამართლეებს აქვს, მათ შორის 3 ადამიანი პირადად მისი დანიშნულია. ანუ ეკონომიკა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, მიგრაციაზე რეალურად რას მოახერხებს და ასევე რა გავლენა ექნება ამ მიგრაციის შეზღუდვას ეკონომიკაზე და ზოგადად ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებაზე. ანუ ორი რაღაც იყო, ხო, რის გამოც მიგრანტების მიმართ რესპუბლიკურ ამომრჩეველში იყო ამხელა ზიზღი. ერთი არის ის, რომ ისინი ჩვენ სამუშაო ადგილებს იკავებენ და უფრო იაფად მუშაობენ და მეორე რომ ისინი არიან კრიმინალები, მაგრამ თუ ამ დეპორტაციების კამპანიამ უკუ შედეგი მოიტანა და პირიქით ეკონომიკას პრობლემები შეუქმნა და ამის გამო პრობლემა შეექმნა საერთოდ წარმოებას და ასე შემდეგ და მეორე მხრივ კრიმინალის არ შემცირდა, ამას რა თქმა უნდა მოყვება უკუ შედეგი და ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება და მეორე რაც არის რა თქმა უნდა საგარეო საკითხი, ხო, რასაც ტრამპზე ძალიან დიდი გავლენა ექნება. ეხლა ჩვენი ხედვით ტრამპი არის იზოლაციონისტი, რომელიც არ აპირებს არანაირი ომის დაწყებას. მეორე მხრივ ხედავთ რა ხდება ირანის მიმართ, ხო, მას აქვს სერიოზული ულტიმატუმიც აყენებული ირანის მიმართ, უკვე მოლაპარაკებები აქვს ერთმანეთში დაწყებული. ირანი საჯაროდ ძალიან ხის პოზიციებს აფიქსირებს, თუმცა რეალურად რა ტიპის დათმობებზეა წამსვლელი ამ თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არ ვიცით. ალბათ ისინი ტრადიციულ მეთოდს მიმართავენ და გაწელავენ ამ მოლაპარაკებებს და ტრამპმა უკვე ერთგვარი დედლაინის დაუთქვა, ესე მუდმივად ვერ გაგრძელდება მოლაპარაკებები და ხედავთ უკვე რომ მობილიზებულია ამერიკული ავიაცია დიეგო გარსიას ბაზაზე სტრატეგიული ბომბდამშენები და მზად არიან რაღაც ტიპის სამხედრო ქმედებებისთვის. ირანთან ომი ვერ იქნება პატარა საკითხი, ხო, და ამას ეს არის უძლიერესი სახელმწიფო უზარმაზარი მოსახლეობით. ირანთან ომი ნიშნავს ნავთობის მკვეთრად გაძვირებას, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, მთელი რეგიონის აფეთქებას ნიშნავს. ამიტომ არ ვიცით, ეს არის ზეწოლა ეხა ირანზე ამ ტიპის მუქარები, თუ ის რეალურად არის მზად რაღაცა ტიპის სამხედრო გადაწყვეტილებების მისაღებად ირანის წინააღმდეგ და როგორც კი თუ ის საგარეო ინტერვენციაზე წავიდა, ეს იქნება პირველ რიგში მისი ელექტორალური ბაზის ღალატი, რომლებსაც ის პირდებოდა ომების დასრულებას და იმას, რომ ამერიკელები არ მაგას ამბობს, რომ მე რომ ყოფილიყავი უკრაინა, რუსეთ-უკრაინის ომი არ იქნება სერიოზული შოკი ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ნავთობი მკვეთრად გაძვირდება მთელ მსოფლიოში და ახალი არასტაბილურობის კერა, ამიტომ ძალიან საინტერესოა რა სიზამს ამ მიმართულებით. ხო, და ჩვენც დავბრუნდით იმისთვის, რომ ეს ყველაფერი
მოკლედ გავაანალიზოთ, ესე დავამთავრებ ჩემს პირველ გადაცემას, არ მინდა ძალიან გადაგღალოთ. ბექა კობახიძის მსგავსად 2 საათი და 20 წუთი არ მქონდეს პირველი პოდკასტი. მოკლედ ძალიან მიხარია რომ დავბრუნდით ამ ფორმატში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი პლატფორმა, სადაც არა მხოლოდ ბექა კობახიძის და ჩემი, არამედ სხვა გადაცემებიც იქნება, მაგალითად კვირას უკვე ბექა ყორშიას გადაცემა იქნება და ჩვენ ასევე კიდე სხვა პროექტებსაც შემოგთავაზებთ, გამოვყავით Facebook-ზე, რომ სიხალები გაიგოთ, გამოვყავით TikTok-ზე და მოკლედ იყავით ჩვენთან ერთად, რაც მთავარია, ძალიან აქტიურად კომენტარებში, ძალიან ასე ძვირფასია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის თქვენი თითეული რეკომენდაცია, მოსაზრება, რჩევა, მათ შორის კრიტიკაც რასაკვირველია და ჩვენ შევეცდებით რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, ვიყოთ მჭიდრო კომუნიკაციაში ერთმანეთთან, გამოვეხმაუროთ თქვენს კომენტარებს და მოკლედ ძალიან ესეთ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი გადაცემების ხარისხი. დიდი მადლობა, მე ამით დაგემშვიდობებით, ეს იყო პირველი პოდკასტი ჩვენ YouTube პლატფორმაზე მისმინე. Thank you.